მოგესალმებით, მე ვარ ისტორიის მასწავლებელი ქეთევან კოპალიანი. დღევანდელი ჩვენი თემა, გაკვეთილის თემა არის რომის წარმოშობა, რომაული საზოგადოება, სახელმწიფო წყობა, მეფობა და რესპუბლიკა. აპენინის ნახევარკუნძულზე, დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე ძველი წელთაღრიცხვით პირველ 1000 წლებში დაარსდა რომი. ეს სახელმწიფო ნელ-ნელა ვითარდება, მთელ ხმელთაშუა ზღვას მოიცავს, მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი და უდიდესი და დღეგრძელი სახელმწიფო იქმნება. ძალიან ბევრი ლეგენდა არსებობს რომის წარმოშობის შესახებ, თუმცა მათგან გამორჩეული და პოპულარულია, როდესაც ალბა ლონგას მეფე განიზრახავს ძმების რომულუსისა და რემუსის მკვლელობას, ისინი სასწაულებრივად გადარჩებიან და გამოკვებას ამ მცირე წოლოვან ბავშვებს ძუმგელი, სწორედ ამიტომ რომაელთათვის ძუმგელი ორი პატარა ჩვილი ეს მათი სიმბოლიკა არის. რომში აი ამ ორ ძმას შორის ჩამოვარდება შუღლი რომულუსსა და რემუს შორის, გადარჩება რომულუსი და მის საპატივცემლოდ ეწოდა ამ სახელმწიფოს რომი. კერძოდ, ესე იგი, რომი დაარსდა ძველი წელთაღრიცხვით 753 წელს. ეს სახელმწიფო ძირითადად მონარქიული მმართველობა იწყება პირველად, თითქმის ყველა მმართველობის სისტემა გამოიარა ამ სახელმწიფომ. პირველი აღნიშნავ მონარქიულ სახელმწიფოს, სულ 7 მეფე მართავდა. პირველი იყო რომულუსი, ხოლო უკანასკნელი მეფე იყო ტარკვინიუს სუპერბუსი, ანუ ტარკვინიუს ამაყი. სწორედ აი ამ სიამაყის გამო ჩამოაგდეს ტარკვინიუს ამაყი ძველი წელთაღრიცხვით 509 წელს დასრულდა მონარქიული მმართველობა და დაიწყო რესპუბლიკური მმართველობა. რესპუბლიკური მმართველობა, ანუ მე-6 საუკუნის ძველი წელთაღრიცხვით, მმართველობის დროს უმაღლესი პირი იყო კონსული, სულ 2 კონსული მართავდა ქვეყანას. მათ ძირითადად ევალებოდათ სამხედრო სფეროს კონტროლი და ასევე უმაღლესი ორგანო, პარლამენტი, ანუ დღევანდელი რომ ვუწოდოთ, უმაღლესი ორგანო სენატი, რომში ეწოდებოდა სენატი. სენატს განაგებდნენ სენატორები, ასევე სხვადასხვა თანამდებობები არსებობდა, ცენზორი, კვესტორი, პრეტორი, ედილები და მათ თავიანთი ფუნქციები ჰქონდათ. ანუ რესპუბლიკური მმართველობის მოწყობის შემდეგ ძირითადად აქ სენატი, ასე ვთქვათ, წყვეტდა მოსახლეობაში ამა თუ საკეთილდღეო საკითხების გადაწყვეტას და ქვეყნის მართვას. სენატში იყო ასეთი პიროვნება, ციცერონი, რომელიც ყველა სენატორის გამოსვლებს სწრაფად იწერდა და აი ეს ჩანაწერები გახდა იუსტინიანეს კანონთა კრებულის მთავარი საწყისი, ასე ვთქვათ. გამოიყენა მან ეს ჩანაწერები. რომელთა ძირითადი ფრაზა და ასე ვთქვათ, მოწოდება იყო დაყავი და იბატონე. ანუ გავიარეთ ორი მმართველობის ფორმა, ეს იყო მონარქიული მმართველობა და რესპუბლიკური მმართველობა. ორივე მმართველობის შერწყმას კი ეწოდება იმპერიული მმართველობა, ანუ პრინციპატული. ამაზე კი მოგვიანებით დეტალურად უფრო ვისაუბრებ. ეხლა კი გადავალ რესპუბლიკური მმართველობის დროს თუ რა მოვლენები, მნიშვნელოვანი მოვლენები განხორციელდა. ეს ჩვენი მომდევნო საკითხი არის 21 პარაგრაფი, რომაული დაპყრობები რესპუბლიკის დაცემა. ანუ რომს ძირითადად დაპყრობითი ომები ჰქონდა კართაგინთან. პირველი ეს იყო ძველი წელთაღრიცხვით მე-3-2 წელში მიმდინარეობდა, კერძოდ პუნიკური ომების სახელით არის ცნობილი, სულ 3 პუნიკური ომი მოხდა. სამივე პუნიკური ომი ადვილად რომ დავიმახსოვროთ, დასრულდა რომის გამარჯვებით. მხოლოდ გამოვარჩევ მეორე პუნიკურ ომს, რომელიც წარიმართა 2 ეტაპად. პირველი პუნიკური მოხდა ძველი წელთაღრიცხვით 254-251 წლებში, მეორე პუნიკური ომი მოხდა 218-201 წლებში და მესამე პუნიკური ომი მოხდა 159-156 წლებში.
როგორც გითხარით, პირველი პუნიკური ომი დასრულდა გამარჯვებით, ძირითადად აქ საერთო ინტერესები იყო რომისა და კართაგენის სიცილიის ტერიტორიების დაპყრობის გამო და აფრიკის ზღვაზე, ასე ვთქვათ, გაბატონების გამო და ამ აფრიკისა და ზღვაზე გაბატონების გამო აი ამ ორი, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს შორის დაპირისპირება პირველ პუნიკურ ომში დასრულდა რომის გამარჯვებით. მეორე პუნიკური ომი, როგორც გითხარით, ორ ეტაპად წარიმართა. პირველ ეტაპზე გაიმარჯვა კართაგენმა. აქ მოხდა ბრძოლა 216 წელს კანეს ბრძოლა. ამ ბრძოლის პერიოდში მისი კართაგენის მმართველი იყო ჰანიბალი და ჰანიბალი ძალიან ძლიერი მხედართმთავარი იყო. მან კარგი სტრატეგიით, ანუ სწორი სტრატეგიით დაამარცხა რომაელები მოულოდნელობის ეფექტით, ანუ გადალახა თოვლიანი ალპები, თავს დაესხა რომაელებს და დაამარცხა. ხოლო ამის შემდეგ მეორე ეტაპი წარიმართა, ეს იყო ზამასთან ბრძოლა ძველი წელთაღრიცხვით 202 წელს, სადაც დამარცხდება კართაგენი, ხოლო ძირითადად აი გამოსვლების დროს რომაელთა ერთ-ერთი სენატორი იყო კატონი, რომელიც სულ თავის გამოსვლებზე აფიქსირებდა თავის მოსაზრებას, რომ კართაგენი უნდა დაინგრეს. და მართლაც მესამე პუნიკური ომის შედეგი კართაგენის დაშლა და რომის დაქვემდებარებაში გადასვლა არის. ამ პერიოდში რომაელთა მხედართმთავარი იყო სციპიონ აფრიკელი და სწორედ ეს აფრიკელი იყო შავკანიანი, აქ არის მოცემული წიგნში ბიუსტი ჰანიბალისაც და სციპიონ აფრიკელის 114 გვერდზე შეგიძლიათ ეს გადახედოთ ამ ფოტოებს და იმახსოვროთ, იმიტომ რომ ფოტოებიც მოდის ეროვნულის ტესტებში და საბოლოოდ ანუ ჰანიბალის დამარცხებას შემდეგ მოყვება თვითმკვლელობით დაასრულებს თავის სიცოცხლეს 193-92 წლებში და მესამე პუნიკური ომი დასრულდება რომის გამარჯვებით კართაგენის დაშლით. შემდეგ რომი აწარმოებს ილირიულ ომებს, სულ ორი ილირიული ომი მოხდა. ეს ომი წარიმართა ძველი წელთაღრიცხვით 229-28 წლებში, ხოლო მეორე ძველი წელთაღრიცხვით 219 წელს და აქ იწყება ძირითადად თავისი ძალაუფლების კიდევ უფრო გაღრმავებაზე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროში. ამის შემდეგ მოხდება ბრძოლა 190 წელს, ამარცხებს მაკედონიას, ასევე ამარცხებს პართიას და საბოლოოდ შემდეგ ანატოლიასაც, პერგამონს და შემდეგ უკვე ხდება მითრიდატული ომები, სულ 3 მითრიდატული ომი მოხდა, რომელიც წარიმართა რომის მარცხით, დასრულდა რომის მარცხით. აქ პონტოს მმართველი იყო მითრიდატე მე-6 ეუპატორი და აქედან გამომდინარე ეწოდება მითრიდატული ომები. ძველი წელთაღრიცხვით 89-94 წელს პირველი მითრიდატული ომი, მეორე 93-82 და მესამე 74-64. აი ეს სამივე მითრიდატული ომიდან გამორჩეული არის პირველი, რომელშიც რომი დამარცხდება სასტიკად, 80,000 რომაელი დაამარცხა მითრიდატე მე-6 ეუპატორმა, პონტოს მმართველმა და ეს მეორენაირად ისტორიაში ცნობილია როგორც ეფესოს აღამო, ანუ ყველაზე სისხლიანი ღამე და 80,000 რომაელი დაიხოცა. და ანუ მეორე და მესამე ომი კი პირიქით მითრიდატე მე-6-ის მარცხიდა და საბოლოოდ პონტო დაიქვემდებარა რომმა. ამ პერიოდში პონტოს მმართველი იყო მითრიდატე მე-6, ხოლო რომის მხედართმთავარი იყო სულა და ასევე მისი, ასე ვთქვათ, მეორე დამხმარე კონსული იყო მარიუსი. ამათ შორის მოხდება დაპირისპირება, შემდეგ წარიმართება სამოქალაქო დაპირისპირება, ამათ შორის გაიმარჯვებს სულა დაამყარებს ძველი წელთაღრიცხვით 79 წელს ერთპიროვნულ მმართველობას, ანუ დიქტატურას, თუმცა თავისით გადადგება და მალევე გარდაიცვლება და შემდეგ იწყება სამთა მმართველობა, ანუ სამი პიროვნების მმართველობა. ეს იყო გნეუს პომპეუსი,
კრასუსი და იულიუს კეისარი. ამ სამთა მმართველობას ტრიუმვირატი ეწოდება, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 60 წელს შეიქმნა, მათ შორის ერთ-ერთი გამოეთიშება მალევე 53 წელს ძველი წელთაღრიცხვით პართებთან ბრძოლაში კრასუსი დაიღუპება, შემდეგ დარჩება გნეუს პომპეუსი და იულიუს კეისარი, ამათ შორის მოხდება მეორე სამოქალაქო ომი ძველი წელთაღრიცხვით 59 წელს, რომელიც იულიუს კეისრის გამარჯვებით დასრულდება და საბოლოოდ ამ გამარჯვებას ის გამოხატავს სამი სიტყვით მივედ ვნახე გავიმარჯვე, ანუ ვენი ვიდი ვიცი. იულიუს კეისრის გამარჯვების შემდეგ ის ამყარებს ერთპიროვნულ მმართველობას, სენატის უფლებებს გაუქმებს სენატორებს უფლებებს, აქედან გამომდინარე სენატორები გახდებიან მათი მოწინააღმდეგეები და უსისხლო მტრეები, ასე ვთქვათ, გაერთიანდებიან, მოისყიდიან მის შვილობილ ბრუტუსსა და კასიუსს და ძველი წელთაღრიცხვით 44 წლის 15 მარტს იულიუს კეისარს სენატში მოკლავენ. მისი უკანასკნელი სიტყვები არის „დაშენც ბრუტუსს“. ეხლა კი გადავალ 22 პარაგრაფზე, ეს არის რომი იმპერიის ეპოქაში. ანუ სულ განვიხილეთ, ესე იგი, ორი მმართველობა, ეს იყო მონარქიული მმართველობა და როდესაც სახელმწიფო ჩამოყალიბდა და დაარსდა. შემდეგ უკვე განვიხილეთ რესპუბლიკური მმართველობა, როდესაც უკვე დაპყრობითი ომები და რომის ტერიტორიული გაფართოება ხდება. ეხლა კი გადავდივართ იმპერიულ მმართველობაზე. ანუ რომი იმპერიის ეპოქაში. ეხლა რაც შეეხება იმპერიულ მმართველობას, რას ნიშნავს, მე წინა პირველ თავში გავამახვილე ყურადღება მონარქიისა და რესპუბლიკური მმართველობის გაერთიანებას ეწოდება იმპერიული მმართველობა, ანუ პრინციპატი. სწორედ ეს პერიოდი არის ეხლა, როდესაც ქვეყნის სათავეში მოდის იულიუს კეისრის დიშვილი ოქტავიანე ავგუსტუსი. ანუ ეს არის პირველი იმპერატორი და სწორედ მისი მმართველობის თარიღი არის ძველი წელთაღრიცხვით 31, ახალი წელთაღრიცხვით 14 წელი. მისი მმართველობის პერიოდს უწოდებენ რომაულ მშვიდობას, ანუ ოქროს ხანასაც მეორენაირად აქ ყალიბდება, ანუ მშვიდობა. წინა თემაში იყო, რომ რესპუბლიკური მმართველობის დროს უფრო ძირითადად დაპყრობით ომებზე ვისაუბრე, ახლა კი აქ რომაულ მშვიდობას, ანუ ოქროს ხანას უწოდებენ. ოქტავიანე ავგუსტუსის შემდეგ მმართველი, ანუ იმპერატორი არის, შემდეგი იმპერატორი, რომლებიც ასე ვთქვათ აფართოვებენ კიდევ ისევ ტერიტორიებს, ეს არის მაგალითად ტრაიანე, ასევე მარკუს ავრელიუსი, რომლებიც ნაშვილებ კეისარს მიეკუთვნებიან, იმიტომ რომ მემკვიდრეობით გადადის იმპერიული მმართველობა, როგორც ვიცით, თუმცა როდესაც მემკვიდრე ვერ გამოდგებოდა, ხშირად ახდენდნენ ამ ცვლილებას და იშვილებდნენ კეისრებს. აი ამ ნაშვილებ კეისრებს მიეკუთვნება ტრაიანე, რომელიც მეფობდა ახალი წელთაღრიცხვით 58-117 წლებში, ხოლო მარკუს ავრელიუსი 161-180 წლებში. ეს ფილოსოფოსი იყო და ამის შემდეგ მმართველი, ანუ არის კარაკალა, რომლის დროსაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის, ასე ვთქვათ, დასამახსოვრებელი. კარაკალამ გამოსცა ედიქტი, ანუ კარაკალას ედიქტი, რომელიც ახალი წელთაღრიცხვით 212 წელს, ანუ უკვე ახალ წელთაღრიცხვას ვიწყებთ იმპერიული მმართველობის დროს, ამაზეც გავამახვილებ ყურადღებას. და ახალი წელთაღრიცხვით 212 წელს ადვილი დასამახსოვრებელია 212. მეორე ედიქტიც გამოიცემა, ეს არის მილანის ედიქტი, ეს არის 313, ანუ 313 წელს. კარაკალას ედიქტი ითვალისწინებს, ესე იგი, რომში მაცხოვრებელ მოქალაქეთა თანასწორობას. მილანის ედიქტი კი ითვალისწინებს რომში მაცხოვრებელ მოქალაქეთა რწმენის თანასწორობას. ანუ აქვე გავამახვილებ ყურადღებას, შემდეგ ისევ გავიმეორებ, როდესაც ამ საკითხზე გადავალ უფრო დეტალებში. ამ მმართველის შემდეგ, ანუ კარაკალას მმართველობის შემდეგ, მნიშვნელოვანი მმართველი არის დიოკლიტიანე, რომელიც ქვეყანას მართავს 284-305 წლებში. დიოკლიტიანემ ამ იმპერიული მმართველობის დროს დამყარებულ მშვიდობის პერიოდში, რა თქმა უნდა, ცოტა სისტემა მოირყა, ქვეყანა დასუსტდა და განიზრახა რეფორმების გატარება. კერძოდ ქვეყანა დაყო 4 ნაწილად, ანუ ტეტრარქიად და
12 ოლქად და დაიწყო დომინანტური, ანუ ცოტა დიქტატურაში გადასული მმართველობის რეჟიმს ამყარებს. დიოკლეტიანეს დროს დაიწყო ქრისტიანების დევნა, სწორედ ამ პერიოდში მან აწამა წმინდა გიორგი და აი აქ ასე ვთქვათ მინდა გადავიდე კიდევ ეკონომიკურ ასე ვთქვათ წყობაზე, ანუ როგორ ვითარდებოდა ეკონომიკა, რაზე იყო დამყარებული რომაული ასე ვთქვათ ეკონომიკა და კულტურა, ძირითადად ეს იყო დამყარებული დაპყრობითი ომებისაგან, ომების დროს წამოყვანილი ტყვეებისაგან, ანუ მონებზე იყო დამყარებული. ესენი ძირითადად მონებს იყენებდნენ გასართობად, ანუ მათ წვრთნიდნენ. გამოყავდათ ამფითეატრი იყო, ანუ კოლიზეუმში, ვიცით რომაული ასე ვთქვათ ნანგრევებად ქცეული კოლიზეუმი, რომელიც ანახაობრივია დღეს რომში, როდესაც ჩავდივართ და ტურისტებისათვის და კოლიზეუმში, ესე იგი მიმდინარეობდა უფრო ხალხისა და კეისრების, იმპერატორების გართობის მიზნით მოწყობილი ასე ვთქვათ სანახაობები. სწორედ ამათგან გამორჩეული იყო ერთ-ერთი მონა სპარტაკი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 73-71 წელს აწარმოებს აჯანყებას. აჯანყებულები გაიქცევიან, თუმცა ამ აჯანყებას ჩაახშობენ და აჯანყებულთა მონაწილეებს ჯვარზე საქვეყნოდ გააკრავენ. ანუ ამ აჯანყებამ შედეგი ვერ გამოიღო, თუმცა ბიძგი მისცა იმას, რომ კეისრები და მომავალი ასე ვთქვათ რომის მმართველები დააფიქრა ასეთ გაუსაძლეს მდგომარეობაში მყოფ მონებზე, რომ მონათა განთავისუფლება აი ამ მარწუხებისაგან და ტყვეობისგან უკვე დრო იყო, რომ ასე ვთქვათ სახეცვლილება მიეღოთ მათთვის. ამის შემდეგ უკვე გადავდივარ რომაულ კულტურაზე, ძირითადად რომაელები დაყრდნობილი იყვნენ ბერძნულ კულტურაზე, იმიტომ რომ საბერძნეთი როდესაც დაიპყრეს ეგვიპტე, აი ამ სახელმწიფოების დაპყრობის შემდეგ მათი კულტურა გადმოიღეს და მოხდა მათი შერწყმა, ანუ ასიმილაცია. ახლა კი გადავდივარ შემდეგ თავზე, შემდეგ საკითხზე, ეს არის რომის იმპერია და საქართველო, რომის ურთიერთობა პართიასთან და სასანიანთა ირანთან. ანუ 23 პარაგრაფი არის ეს. აქ მინდა ვისაუბრო რომისა და ქართლის დამოკიდებულებაზე, ურთიერთობაზე და რა შედეგი დასრულდა საბოლოოდ. ანუ პირველად კავშირი ქართლთან რომმა დაამყარა ძველი წელთაღრიცხვით 65 წელს. და როდის მოხდა? ანუ ეს მოხდა, როდესაც ქართლი ეხმარებოდა პონტოს, ანუ მითრიდატე მე-6 ეუპატორს, როდესაც რომთან ჰქონდა დაპირისპირება. სამი მითრიდატულ ომზე, როდესაც ვისაუბრე, ბოლო მესამე მითრიდატული ომის პერიოდში უკვე ფაქტიურად ქართლი, ასე ვთქვათ, ეხმარება პონტოს და არა მარტო ქართლი, არამედ სომხეთიც და აქედან გამომდინარე გნეუს პომპეუსი დაინტერესდება ამ სახელმწიფოებით, რადგან ასე ვთქვათ, არ მოსწონს ეს პონტოსთან მოკავშირე სახელმწიფოების, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება და აქედან გამომდინარე ის შემოდის სომხეთში ჯერ, სომხეთში გააუქმებს მეფობას, ტიგრან მეორე არის ამ პერიოდში სომხეთის მმართველი, ხოლო ქართლში მეფე არის არტაგი, როდესაც გაიგებს, რომ სომხეთში მეფობა გააუქმა, პონტოში მეფობა გააუქმა გნეუს პომპეუსმა, ეს ძველი წელთაღრიცხვით 65 წელს შემოდის ქართლში, ის აწარმოებს მოლაპარაკებას, ანუ ზავს და ძირითადად პირველად გაუგზავნეს ზღვენს, თუმცა მას არ მიიღებს გნეუს პომპეუსი. შემდეგ არტაგი დაწვავს მცხეთაში გადასასვლელ ხიდს, ანუ ქართლში გადასასვლელ ხიდს. გნეუს პომპეუსი ამ მოქმედებაზე განრისხდება, დაბანაკდება მდინარის ნაპირას და როდესაც მდინარე დაშრება, მე მაინც გადავალ და დავიპყრობ ქართლსო. აი ამის მიუხედავად მაინც ასე ვთქვათ არ შეუშინდა არტაგი და ააგო თავისივე ნებით ხიდი, გადავიდა გნეუს პომპეუსი, დაამარცხა ქართლი, ანუ დაიპყრო ქართლი, მაგრამ საბოლოოდ ზავი დაიდო გნეუს პომპეუსსა და არტაგს შორის, ქართლში მეფობა არ გაუქმა, სანაცვლოდ კი ჩვენ რომაელთა დაპყრობებში უნდა მიგვეღო მონაწილეობა და გაგვეგზავნა
მოლაშქრეები. ხოლო ისინი სანაცვლოდ არაფერში არ გვეხმარებოდნენ, მხოლოდ მეფობას არ გააუქმებდა ქართლში. ამის შემდეგ არტაკის მეფობის შემდეგ ქართლის მართველი იყო ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში ფარსმანი, როდესაც ფარსმან პირველ საუკუნეში ფარსმან პირველი, მეორე საუკუნეში ფარსმან მეორე. ფარსმან პირველის დროს ქართლის მეფე ხდება ფარსმან პირველი, ხოლო მის შვილს რადამის გამეფებს სომხეთში გნეუს პომპეუსი და ხოლო ეს იქნება დროებით, რადგან სომხები თავის ძალებს აღიდგენენ ისევ და ისევ ასე ვთქვათ ქართლის მმართველობა მხოლოდ დაგვრჩება. მეორე საუკუნეში ფარსმან მეორის მმართველობის პერიოდში ისევ გრძელდება რომისა და საქართველოს ასე ვთქვათ კავშირი, საქართველო ისევ იხდის მას ზავის პირობებს ისევ ასრულებს. ფარსმან მეორე ქველი მას იმიტომ ეწოდა, რომ ქველმოქმედი იყო, სწორედ მისი მმართველობის დროს ცოტა მოძლიერდა ქართული ასე ვთქვათ პოლიტიკა. ეს იმაში გამოიხატა, რომ რომის იმპერატორმა თავისთან დაიბარა ყველა ვესპასიანი იყო ამ პერიოდში, თავისთან დაიბარა ყველა ის დაპყრობილი სახელმწიფოს მმართველი, რომელიც იყო ასე ვთქვათ მას ყავდა დაპყრობილი, თუმცა ამ პერიოდში ქართლის მეფე იყო ფარსმანქველი, რომელიც არ ეახლება შემდეგ მმართველს ადრიანეს მსგავსი შეკრების დროს და ამ პერიოდში განრისხდება ადრიანე, მასთან გაგზავნილა ამ ოქროს მოსასხამებსა და ასე ვთქვათ მას ზავის შედეგად, მოსყიდვის შედეგად რაღაც გაგზავნილა საჩუქრები და საომარ სპილო და 50 კაციანი რაზმი გაუგზავნა. შემდეგ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ ოქროს მოსასხამებდა, ეს ყველაფერი გლადიატორებს ჩაასცვა და მცირების მიზნით ეს ფარსმანქველმა გაიგო და გაბრაზების ნიშნად ჩრდილოეთიდან გახსნა დარიალის ხეობა და შეუსია მის დაპყრობილ სახელმწიფოს. ამით დაუმტკიცა, რომ ქართლის მეფე ძლიერი იყო და პოლიტიკურად ასე ვთქვათ წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო და ადრიანის გარდაცვალების შემდეგ კი რომსა და საქართველოს შორის ურთიერთობა უფრო დამშვიდდა, ასე ვთქვათ, და უფრო მეგობრული გახდა. რომის მმართველი იყო ანტონიუს პიუსი, რომელმაც როდესაც დაიბარა ფარსმან მეორე ქველი ჩადის რომში, ეახლება თავის მეუღლესთან ერთად და ის ცხენზე ამხედრებულ ფარსმან ქველის ქანდაკებას ძეგლს დადგამს ნიკას მოედანზე და ასევე მსხვერპლ შეწირვაში, ანუ კაპიტოლიუმში მიაღებინებს მონაწილეობას, რაც უცხო პირთათვის იქ შესვლა აკრძალული იყო. ანუ ეს პატივის მიგების ნიშნად. ანუ ეს არის მეორე საუკუნე რომისა და საქართველოს ურთიერთობა, ხოლო შემდეგ კი მესამე საუკუნეზე შემდეგ გაკვეთილზე ვისაუბრ. ეხლა კი გადავდივარ ხალხთა დიდ გადასახლებაზე. ეს არის შუა საუკუნეების პერიოდის დასაწყისი, ანუ ამ მოვლენით იწყება შუა საუკუნეები და ხალხთა დიდი გადასახლება ძირითადად რასთან არის დაკავშირებული? ანუ ისევ რომთან, იმიტომ რომ ძველი წელთაღრიცხვით, ახალი წელთაღრიცხვით მე-4-მე-7 საუკუნეებში მიმდინარეობს ძირითადად რომის ტერიტორიაზე გერმანული მოდგმის ტომების, ასე ვთქვათ, მიგრაცია, ანუ გადმოსახლება, ბრძოლები, დაპირისპირებები, არ იყო ეს, ასე ვთქვათ, მშვიდი, თავიდან თავდაპირველად იყო მშვიდად შემოვიდნენ ვითომ მიწების, ასე ვთქვათ, მოძიების მიზნით, თუმცა შემდეგ უკვე დაპყრობით ომებსაც იწყებენ. ეს ტომები იყო სლავები, ეს ტომები იყვნენ ფრანკები, ვანდალები, ანგლები და ბარბაროსები, ოსტგოთები, ვესტგოთები. ანუ მათი, ასე ვთქვათ, ძირითადი მიზანი იყო რომის ტერიტორიების ათვისება, მაგრამ მიზეზი იყო ერთი ის, რომ ერთმანეთში დაპირისპირება, მეორე კი კლიმატი, ანუ მკაცრი აციებისგან გამომდინარე ესენი ჩრდილოეთიდან სამხრეთში დაეძმნენ.
ესეთი ტომი იყო მაგალითად 24 პარაგრაფზე გადავდივარ, რომი და ბარბაროსული სამყარო, ანუ ბარბაროსები, რომლებიც ძირითადად სამი დიდი ჯგუფისაგან შედგებოდა. ეს იყო კელტების, გერმანელებისა და სლავებისაგან. ბარბაროსები მკაცრი, ასე ვთქვათ, მოდგმის ხალხი იყვნენ, ანუ რჯულის, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით პირველ 1000 წლეულში იქმნება ეს ტომი, ყალიბდება, რომთან კავშირი ხშირად ჰქონდათ დაპირისპირება, რომლებიც მკაცრი, ასე ვთქვათ, მკაცრი ტომი არის და ბარბაროსებისგან თავდასაცავად რომაელებს ხშირად უწევდა თავის დაცვის მიზნით კედლის აგება, ანუ ლიმესი, რომლის ნანგრევებიც კი არ არის შემორჩენილი. და ამ ბარბაროსებისა და რომაელების შერწყმა მოხდა, ისინი ძირითადად ბარბაროსებსაც თავის დაპყრობით ომებში იყენებდნენ. შემდეგი საკითხი პატარა თავი არის სასანიანთა ირანი. სასანიანთა ირანი ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში დაარსდა, ანუ ჩვენ სულ სამი ირანი უნდა ვისწავლოთ, ერთი ვისწავლეთ აქემენიანთა ირანი, მეორე არის სასანიანთა და შემდეგი არის სეფიანთა ირანი. სასანიანთა ირანი მესამე საუკუნეში დაარსდა და მე-7 საუკუნეში დაიშალა. კერძოდ 226-650 წლები არის მისი არსებობა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი ირანის ისტორიაში არის ის, რომ ასე ვთქვათ, პერიოდად ყოფენ მათ მის მმართველობის პერიოდიზაციას. ეს არის მესამე-მეოთხე საუკუნე იმპერიის ჩამოყალიბება, მეორე პერიოდი არის მე-5-მე-6 საუკუნე, როდესაც სტაგნაცია დასაწყისი არის, მე-6 საუკუნის დასაწყისი, როდესაც სტაგნაცია მიმდინარეობს, დაკნინებაც არის, შემდეგ მესამე ეტაპი არის მე-6-მე-7 საუკუნე, ანუ როდესაც იწყება ხოსრო პირველის მმართველობა და ძლიერება, მაგრამ მალევე მე-7 საუკუნე, ანუ მე-650 წელს დაიშალა არაბების მიერ. გამოყოფენ სასანიანთა ირანის 4 ფენას, ეს იყო ვაჭრები, ხელოსნები, მიწათმოქმედები და ქურუმები. და მათი რელიგია იყო ზოროასტრიზმი, ხოლო ქალაქი იყო პერსეპოლისი. ეხლა კი გადავალ 25 პარაგრაფზე და ამით ამოვწურავ რომის მთლიან თემას. რომის, ანუ დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა, აღმოსავლეთ რომის იმპერია, ბიზანტია. ანუ დასავლეთ რომს ეწოდება სამი სახელმწიფო ჩამოყალიბდება, თავიდანვე გავამახვილებ ყურადღებას, ხოლო აღმოსავლეთ რომის ნანგრევებზე ჩამოყალიბდება ბიზანტია. რას ნიშნავს ახლა ეს? ანუ თავიდან გავამახვილებ ყურადღებას დასავლეთი, აღმოსავლეთი რას ნიშნავს? იმიტომ რომ რომი ორად გაიყოფა თეოდოსიუსის დროს, იმპერატორი თეოდოსიუსის დროს, რადგან მას მემკვიდრე ორი ყავს, ორი ვაჟი, ჰონორიუსი და არკადიუსი. ჰონორიუსი არის დასავლეთ რომის მმართველი, არკადიუსი არის აღმოსავლეთ რომის მმართველი. მარადიული ქალაქის დაცემა, ანუ აქ მინდა ვისაუბრო რომის დაცემაზე, კერძოდ როგორ გაიარა ეტაპები რომმა აი ამ დასუსტებით, დაპყრობითი ომებითა და შემდეგ უკვე დაშლამდე როგორ მივიდა. ერთ-ერთი დამპყრობელი უნდა გავამახვილო ყურადღება აქ პერიოდში განვითარდა ჰუნები, ჰუნთა ბელადი იყო ატილა, სწორედ ჰუნები მის მმართველობის პერიოდში აღწევს ძლიერებას. 375 წელს ჰუნები თავს დაესხმებიან ვესტგოთებს, ვესტგოთთა მმართველი არის ალარიხი და სწორედ თავის დაცვის მიზნით რომ შემოაფარებს თავს. და რომაელები გამოუყოფენ მიწას, რომელიც არის მოუსავლიანი, ამის გამო განრისხდება ვესტგოთი ალარიხი და დაპყრობით ომს აწარმოებს 378 წელს. ამის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა დაიქვემდებარებს, დაიმორჩილებს რომს ალარიხი, მაგრამ ძალიან ასე ვთქვათ სუსტი მმართველი არის
ვალერიანე, რომელიც რომის მმართველი, ასე ვთქვათ, ფაქტიურად მმართველობას ვერც ახერხებს და აწარმოებს, ძირითადად ამ პერიოდში პაპი, ასე ვთქვათ, იღებს გადაწყვეტილებებს და დამპყრობლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ეს შემიძლია გავამახვილო ყურადღება, როდესაც 410 წელს რომს თავს დაესხმება ისევ ვესტგოთები, შემდეგ შემოდის ჰუნები, შემდეგ 450 წელს შემოდის ისევ ღვთისრისხვად წოდებული ატილა 451 წელს კიდევ მეორედ გალიისაკენ დაიძურება, ხოლო კატალაუნის ველებზე, ასე ვთქვათ, დაიმორჩილებს რომს და 455 წელს კი შემოდის ჰაიზერიხი. ჰაიზერიხსა და ატილასთან მოლაპარაკება ზუსტად აი ამ ლეონ მეორე, პაპმა ლეონ მეორემ აწარმოა, რომ არ დაეპყრო რომი და ასე ვთქვათ, დაინდო ქვეყანა კერძოდ ვანდალთა მმართველ ჰაიზერიხთან მოლაპარაკების დროს პირობა წაუყენა, რომ ის შემოსულიყო რომში 14 დღის განმავლობაში ვანდალურად გაეძარცვა რომი, ამაზე დათანხმდა პაპი, ოღონდ სანაცვლოდ რომი ამდენი ბრძოლებისაგან გამოფიტული, ანუ ვთქვით ვესტგოთების ხშირი შემოსვლით, ასევე კიდევ ატილას დაპყრობით და შემდეგ უკვე აი ეს ჰაიზერიხი ვეღარ უძლებდა რომაელი ხალხი, ასე ვთქვათ, აი ამ დაპყრობას და დათანხმდა ხალხის გადარჩენისათვის გაეძარცვა, ასე ვთქვათ, ამ დამპყრობლებს 14 დღის განმავლობაში რომი. ამიტომ ლეონ პირველს დიდი უწოდეს აი ამ მოქმედებიდან გამომდინარე. ხო 475 წელს რომს თავს დაესხმება კიდევ ახალი მტერი, რომელსაც ოსტგოთი ოდოაკრიანუ, რომელიც ფაქტიურად მიწასთან გაასწორებს რომს და აქ შეწყდება 476 წელს რომაული, ასე ვთქვათ, არსებობა მარადიული რომი დაეცა და უკანასკნელი მეფე იყო, იმპერატორი იყო რომულუს ავგუსტუსი. დასავლეთ რომის ნანგრევებზე ჩამოყალიბდა სამი სახელმწიფო, იტალია, გერმანია, ფრანკთა სამეფო, ხოლო აღმოსავლეთ რომის ნანგრევებზე ჩამოყალიბდა ბიზანტია. და ბიზანტია იწყებს, ასე ვთქვათ, კერძოდ თეოდოსიუსის, როგორც ვთქვით, დიოკლიტიანე იყო ესეთი მეფე, ხომ, წინა გაკვეთილზე შევჩერდი ამ მმართველთან. დიოკლიტიანე ქრისტიანებს დევნიდა, ხოლო ბიზანტიის მმართველი კონსტანტინე პირველის დროს პირიქით ქრისტიანობა გავრცელდა და მან დააარსა ახალი ქალაქი, რომელიც ბიზანტიის დედაქალაქად აქცია 330 წელს. ეს იყო კონსტანტინოპოლი და ქრისტიანობა მისი მმართველობის პერიოდში გავრცელდა და უფრო, ასე ვთქვათ, აღარ იკრძალებოდა, ამიტომ მან გამოსცა მილანის ედიქტი, აი აქ არის ზუსტად ის ედიქტი, კარაკალას ედიქტი და მილანის ედიქტი. ანუ 313 წელს ქრისტიანები უკვე აღარ იდევნებოდნენ და ყველა რომში მაცხოვრებელ ხალხს შეეძლო თავისი სურვილით აერჩია ის რელიგია, ანუ ჯულშემწყნარებლობის ედიქტი. მეორენაირად ასე მოიხსენიება ისტორიაში ეს ედიქტი. კონსტანტინე პირველის დროს პირველი საეკლესიო კრება ჩატარდა, ეს იყო 325 წელს, სულ 7 საეკლესიო კრება ჩატარდა. ნიკია საეკლესიო კრება 325 წელს, რომელსაც ესწრებოდა ქართველი ეპისკოპოსი სტრატოფილე. შემდეგ მეორე საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდა პანტოფილე, რომელიც ახალი წელთაღრიცხვით ესეც რა თქმა უნდა 391 წელს ჩატარდა ეს კონსტანტინოპოლში, შემდეგ მხოლოდ თარიღებს ჩამოთვლი აქ 431 წელს ჩატარდა მესამე საეკლესიო კრება, ეს ქალაქ ეფესოში ჩატარდა, 491 ქალაქ ქალკედონში, 553 წელს ჩატარდა იუსტინიანეს მოწვევით კონსტანტინოპოლში, 681 წელს ჩატარდა ისევ კონსტანტინოპოლში, ხოლო ბოლო მეშვიდე საეკლესიო კრება ჩატარდა 787 წელს ქალაქ ნიკიაში. აი ესე დასრულდა ჩვენი რომის არსებობა, რომის საკითხის, ასე ვთქვათ, მიმოხილვა, აქ დავასრულე, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და ისევ კიდევ მოისმენთ სხვა ვიდეოებს, რომელსაც ჩავწერ. მადლობა ყურადღებისთვის.